მამაკაცებს 50 წლის ასაკიდან შესაძლოა ცოტა ადრეც დაეწყოთ შარდვის პროცესის დარღვევა. ისეთი როგორიცაა მაგალითად ხშირი შარდვა, წყვეტილი შარდვა, ანუ ცოტ-ცოტა შარდა პატარა ინტერვალებით, ასევე დაუცლელობის შეგრძნება, ანუ როდესაც მოშარდავ და გონია რომ კიდევ არის შარდი, კიდევ გინდა მოშარდვა, მაგრამ ვერ შარდავ და ამასთანავე ხშირი შარდვა გააქტიურებულია უფრო ღამის პერიოდში, რაც ზოგადად მოქმედებს ძილზეც, ანუ არღვევს ძილის პროცესს. შარდვის პროცესის დარღვევასთან ერთად უარესდება სქესობრივი ფუნქცია. თუ მაგალითად ადრე მამაკაცს ჰქონდა ძლიერი ერექცია, მას შეეძლო სქესობრივი კონტაქტი, ანუ ფრიქციები გაიგრძელებინა იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მას სურდა, ამ შემთხვევაში ერექცია არ არის ისეთი ძლიერი, ამასთანავე სწრაფად ხდება ერექციის დაქვეითება და ამიტომ ვერ ახერხებს სრულყოფილ სქესობრივ კონტაქტს. ხშირად ამბობენ მამაკაცები, რომ მათ აქვთ პროსტატიტი და მართლაც ძალიან ხშირია 40 წლის ზემოთ, 50 წლის ზემოთ განსაკუთრებით და 60 წლის ზემოთ უკვე დაახლოებით 70-80% მამაკაცებში, რომ პროსტატის ჯირკვალი არის გადიდებული, ანუ ჰიპერპლაზირებული. ხოლო პროსტატაში გადის ანატომიურად ისეა მოწყობილი, რომ მასში გადის საშარდე მილი. პროსტატის ჰიპერპლაზიის, ანუ გადიდების გამო ის აწვება საშარდე მილს და ეს იწვევს მთელ რიგ შარდვის პროცესის დარღვევის სიმპტომებს. შარდვის პროცესის გართულებას ხელს უწყობს ის, რომ ასაკობრივად მამაკაცებში შარდის ბუშტის მოცულობა მცირდება, ელასტიურობაც ნაკლებია და მცირდება ვაზოპრესინი, ანტიდიურეტიკული ჰორმონი, რომელიც არეგულირებს შარდის რაოდენობას. ამიტომ შარდი გამოიყოფა უფრო მეტი, უფრო სწრაფად ივსება შარდის ბუშტი და ხშირი შარდვა გამოხატულია უფრო მეტად ღამის პერიოდში. რაც შეეხება სქესობრივ ფუნქციას, კერძოდ ერექციას, რომელიც ქვეითდება ასაკის მატებასთან ერთად, ეს გამოწვეულია ბევრი მიზეზით და ძირითადი მათგან არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ქსოვილის ელასტიურობის დაქვეითება. როგორ ვკურნალობთ აღნიშნულ პრობლემებს მამაკაცებში, შარდის პროცესის დარღვევას და სქესობრივ დისფუნქციას, რაც ხშირად გამოიხატება ერექციის დაქვეითებაში. პირველ რიგში უნდა დაისვას დიაგნოზი, რადგან ის შეიძლება იყოს გამოწვეული რაიმე დაავადებით ან ორგანიზმის თავისებურებით, ანუ მამაკაცმა უნდა გაიაროს სკრინინგი და თუ დადგინდება, რომ ეს არის მხოლოდ ასაკობრივი ცვლილება და არ არის დაკავშირებული რაიმე სახის მძიმე დაავადებასთან, რაც იშვიათია, თუმცა არ არის გამორიცხული, ამ შემთხვევაში ტარდება PRP თერაპია, რომლის დროსაც ხდება თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანა შარდ-სასქესო სისტემის გარკვეულ უბნებში. ეფექტურობა დაახლოებით 98%-ია. აღსანიშნავია, რომ მამაკაცები ერექციის გაუმჯობესებას გრძნობენ პირველივე პროცედურის შემდეგ, ხოლო შარდვის პროცესის და ერექციის გაუმჯობესება იგრძნობა მეოთხე-მეხუთე პროცედურის შემდეგ. PRP თერაპია არის უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც ტარდება სამედიცინო კლინიკაში ამბულატორიულ პირობებში, არ საჭიროებს ანესთეზიას და პირველივე პროცედურის შემდეგ უმეტესობა გრძნობს ერექციის და შარდვის პროცესის გაუმჯობესებას.